ეხლა წავიდეთ მეორე მხარეს, დაუშვათ და არ გინდათ რომ გაექცეთ. ან გრძნობთ, ან შეეცადეთ რომ გაქცეოდით, ასე ვთქვათ, ამ შეკითხვას, მაგრამ დაგიბრუნეს მაინც გაიმეორეს შეკითხვა, ხო? ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი რჩევა იქნება, რომ თქვენ გასცეთ პასუხი არა კონკრეტული ციფრით, არამედ ანაზღაურების დიაპაზონით. ანუ როგორც დამსაქმებელს შეეძლო ეთქვა, რომ აი ესე დიაპაზონში განვიხილავ ანაზღაურებას, თქვენ შეიძლება დიაპაზონით განიხილოთ გასცეთ პასუხი. ეხლა რას ნიშნავს ეს დიაპაზონი? მაგალითად, მე ვამბობ, რომ განვიხილავ ანაზღაურებას 1500 ლარიდან 3000 ლარამდე დიაპაზონში და განუმარტავ, მოვაყოლებ განმარტებას. ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული ჩემი მოლოდინი, ხო? მოკლედ დასაბუთება, რომ დიაპაზონი თქვა და არა კონკრეტული ციფრი, საკმაოდ რეალისტურია და საკმაოდ მიღებული პრაქტიკა არის